დღეს ბევრი სხვა კუთხიდან გავიხსენეთ ეს ამბავი, ხო? გოგა აფიციალური ჟურნალისტი რადიო თავისუფლების იხსენებდა უშუალოდ რა ხდებოდა წინად კვირებში მაგალითად და რეალურად რომ არ დაწყებულ არჩვი დაგვისტოს, ხო მანამდე ისმოდა. ნინო კირთაძე იხსენებდა იმ მომენტს, როცა მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო და გაიგო ახალ გორში როგორ შევიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ხო ეს ყველაფერი. საუბრობთ თელ ამ კონტექსტზე და მინდა რომ როგორც ქართველ დიპლომატს ამ გადმოსახედიდან რას ნიშნავდა, როგორი იყო ომამდე არსებული თვეები და ჩვენ ხშირად აი ომის ათვლას დღეების ხო ვიწყებთ სწორედ ბუქარესტის სამიტიდან. რამდენად არის სწორი თავისთავად ეს, აი რამდენად შეიცვალა ამის შემდგომ ვითარება ბუქარესტის სამიტის შემდგომ, როგორი იყო დიპლომატიური თვალსაზრისით ომამდე არსებული თვეები? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ მიმოვიხილოთ ჩვენი უახლესი ისტორია, გადავაფასოთ ეს დასკვნები, ან გაკვეთილები, რაც გამოვიტანეთ და კიდევ უფრო მეტგრად და შეუპოვრად და დაუღალავად ვებრძოლოთ იმ საინფორმაციო დეზინფორმაციას, რასაც რუსეთის თესავს და მერე შიგნით სამწუხაროდ პირდაპირ აგენტები ყავს, რომლებიც ავრცელებენ იმავე ნარატივს და გრძელდება საქართველოს დამარცხების და ნეიტრალიზების მცდელობა უკვე საინფორმაციო ველზეც. მართალი ხართ იმაში, რომ მე მაშინ საგარეო სამინისტროში ვმუშაობდი, ვიყავი რიგითი დიპლომატი და ძალიან მტკივნეული იყო ყოველი დღე, რომელიც ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო რუსეთის მხრიდან. თითოეული ეტაპი, როდესაც რუსეთი უკანონოდ იყენებდა სამშვიდობო მანდატს, როდესაც რუსეთი სამშვიდობო მანდატის მიუხედავად ეგრეთ წოდებულ სარკინიგზო ძალებს შეჰყავდა აფხაზეთში, როდესაც სეპარატისტებს ურგს უმაგრებდა და მათი მეშვეობით სხვა ულტიმატუმებს უთვლიდნენ ქართულ მხარეს, კოდორის დაცლის და ასე შემდგომ, ხო, სხვა ესკალაციები იყო უშუალოდ 7 აგვისტომდე კვირა, როდესაც დაიწყეს პროვოკაციები, სროლები, ქართული სოფლების დაბომბვები, მოკლეს პოლიციელი გზაზე მიმავალი ხო პატრულირების პროცესში და თავისი მოვალეობის შესრულების დროს, როდესაც უკვე თვეებით ადრე, როდესაც რუსეთს ჰქონდა ეგრეთ წოდებული სამხედრო სწავლება, რომელიც დისლოკაციის ადგილს არ დაუბრუნა და დატოვა როკის გვირაბთან ახლოს და ესკალაციის არაერთი ნიშანსვეტი, რაც მოასწავებდა რუსეთის მხრიდან, რაც დღეს უკვე კარგად ვიცით, სისტემური ევროპის უსაფრთხოების წესრიგის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი იყო მისთვის საქართველოში შემოჭრა. ეს იყო არა სპონტანური აქტი, არამედ კარგად დაგეგმილი სამხედრო კამპანია, რომელიც გაგრძელდა მერე 2014 წელს ყირიმის ანექსიით და 2022 წელს უკვე უკრაინის სრულმასშტაბიანი ფართო სამხედრო აგრესიით, რომელიც დღემდე გრძელდება და აზანზარებს როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო ლიბერალურ წესრიგს. გარდა სამხედრო ოპერაციისა, რუსეთი აგრძელებდა საინფორმაციო კამპანიას, ანუ ჰიბრიდული ომის მთელი სპექტრი ჰქონდა გაშლილი და აგრძელებდა საერთაშორისო ორგანიზაციების და ფორუმების უზურპაციას. გაეროში იქნებოდა ვეტოს უფლება თუ ეუთოში იქნებოდა კონსენსუსი. ყველა საშუალებით პრაქტიკულად ცეცხლის ნამთები თავად იყო უსაფრთხოების ზომებზე მოლაპარაკების მონაწილეც. ეს საქართველოში რუსეთის შემოჭრა ძალიან მკაფიოდ გააშიშლა არსებული მსოფლიო წესრიგის ნაკლოვანებები, განსაკუთრებით ამ ნაკლოვანებების გამოყენების მცდელობა რუსეთის მხრიდან, მათ შორის ვეტოს უფლებით გამოყენება ღირებულებების საწინააღმდეგოდ, ფორუმების გამოყენება იმისთვის, რომ სამშვიდობო თუ კონფლიქტის შემდგომი დარეგულირების პროცესებში დარჩენილიყო მედიატორადაც და ძირითად ძალადაც ადგილზე რუსეთის ასე ვთქვათ მუდმივი მცდელობით, რომ არ აღიარებინა თავი კონფლიქტის მხარედ, არამედ ეს საქართველოშიც ასე გააკეთა და უკრაინაშიც მინსკის შეთანხმებების მოლაპარაკებებმაც აჩვენა, რომ თავს მედიატორად მიიჩნევს და რატომღაც არ აქვს საკმარისი პროცედურული მოჭიდება და შესაძლებლობა
არსებულ უსაფრთხოების ინსტიტუტებს, რომ გააშიშვლოს რუსეთის რეალური მიზნები და დღესაც გრძელდება აი ამ სოფლიო წესრიგის ნაკლოვანებებით გამოწვეული შედეგები, რასაც იწვნევენ მცირე ერები, მაგრამ რა თქმა უნდა, რუსეთს გრძელვადიანი მიზნები აქვს, მისი საბოლოო მიზანი არის რეგიონული ჰეგემონია, რაც აუცილებლად საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს და უკრაინას, არამედ ევროპის კარგად დამკვიდრებულ სუვერენულ სახელმწიფოებსაც, აუცილებლად ეს იქნება პოსტსაბჭოთა ორბიტის აღმოსავლეთი ფლანგი, მაგრამ მერე აუცილებლად წავა სტალინის საოცნებო ბუფერული ზონისკენ, რომელიც აუცილებლად მოიცავს ცენტრალურ აზიას და მერე ალბათ ეს უკვე ოპორტუნიზმი, ასე ვთქვათ, სადამდეც შესაძლებელი იქნება იქამდე გააგრძელებს ამ აგრესიულ კამპანიას. ამიტომ ერთი მთავარი გაკვეთილი, რაც უნდა გამოვიტანოთ აგვისტოს ომისგან, არის ის, რომ საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პარტნიორები, მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან არ იყოს საუკეთესო ურთიერთობებში და საუკეთესო დიპლომატიური თავისუფალი სწრაფი შედეგზე ორიენტირებული არხები არ ჰქონდეს და ძალიან სამწუხაროა და სავალალო ჩვენთვის, რომ ამის საპირისპირო საგარეო პოლიტიკურ პროცესებს ხედავთ. როცა ვლაპარაკობთ აი შეცვლის საერთაშორისო კონტექსტზე, ნამდვილად აი უფრო დიდი ცვლილება რთული წარმოსადგენი იქნებოდა, ხო, რა ვიცი. ყველაზე უფრო პრორუსული საზოგადოებები, აი რუსეთი დიდი სიყვარულით განწყობილები რუსეთის მიმართ, ხო, ცენტრალურ ევროპაში მათ შორის აი იცვლიან პოზიციებს, განწყობებს, ხო? და მეორე მხრივ ჩვენი ქვეყნის შიგნით ხდება რაღაცნაირად აბსოლუტურად უარყოფა იმისა, რაც ჩვენი სიმართლე იყო და ამდენი ხანია ვამბობთ. თანამ 17 წელიწადში აი ყველაფერი ამოტრიალდა და შეიძლება ვთქვათ. თუმცა შეიძლება ვთქვათ თუ არა, რომ თავარი მიღწევა უკრაინის ომის რაც იყო ის, რომ დასავლეთი მას სწორად შეაფასა პუტინიზმი როგორც საფრთხე. ეს არის მყარი მონაპოვარი უკვე. იმიტომ რომ თავი შეცდომა ხო, რასაც ისინი ყოველთვის უშვებდნენ იყო ის, რომ ერთია რა რეალური ისინი უყურებდნენ რუსეთის რეალურ შესაძლებლობებს, მის ეკონომიკას და ამბობდნენ, რომ ეს მილევადი ქვეყანა არის, რეალურად ამას არ აქვს არანაირი ძალა, რომ სოფლიო ჰეგემონი იყოს, არაფერი მსგავსი. და თვალს უხუჭავდნენ მეორე ნაწილს, მის ნებელობას, ეს თუნდაც ეს ძალა გამოიყენოს, ხო, მის ამბიციას. აი, რამდენად დადგა ეს მყარათა ეს რეალობა, რომ რუსეთის რეალური შეფასება მოხდა დღეს სოფლიოში? ხო, რუსეთს აქვს სერიოზული სტრუქტურული პრობლემები მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ალკოჰოლის გამოყენებასთან დაკავშირებული, აქვს დრომოჭმული ინდუსტრია, არ არის ღია საბაზრო ეკონომიკა, ნაკლებია შიდა ინვესტიციები, მსხვილი ინდუსტრიები არის მონოპოლიზებული და სახელმწიფო რეჟიმის ინტერესზე დაქვემდებარებული. ეს ყველაფერი არის სუსტი ქვეყნის საშუალო ძალის სიმპტომები და ამ სიმპტომების შესახებ ჩვენი სფერო, პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები დიდი ხანია საუბრობს, მაგრამ ისტორიის გადასახედიდან ეს ამ ყველაფრის კულმინაციას დიდი დრო ჭირდება და რუსეთი მოქმედებს თავისი მეზობელი მცირე ქვეყნების საზიანოდ სწრაფად, დაუნდობლად და ყველა აკრძალული მეთოდით. ამიტომ ჩვენთვის მიმდინარე პროცესები არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური. რუსეთი სუსტება ბევრნაირად, მათ შორის უკრაინასთან ომის პირობებში უკრაინის მედგარი წინააღმდეგობის წყალობით მას არ აქვს უკვე ნორმალური ეკონომიკა, მთლიანად არის ომის ეკონომიკაზე დამოკიდებული და იქაც აქვს სერიოზული პრობლემები სანქციებიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არის მსხვილი რეგიონული ძალა. მე მახსოვს, მინდა გავიხსენო ალექსანდრე რონდელი, ჩვენი ყველასი საყვარელი ლექტორი, მენტორი და საქართველოს დიდი პატრიოტი, რომელიც ამბობდა ხოლმე, რომ რუსეთი არის დიდი ქვეყანა, რომელიც ნანგრევებში შეიძლება ჩვენს მოუყვეთ თუ ანუ ის როცა დაინგრევა ნანგრევებში შეიძლება ჩვენს მოუყვეთ და როცა ვსაუბრობდით ხოლმე ამაზე, ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი გამოსავალი აქედან ვიცოდით, რომ იყო საქართველოს ინსტიტუციური თავის შეფარება ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოების ინსტიტუტებში, ხო? სხვაგვარად ხარ მართლაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, მილევადი რეგიონული ძალის შემყურე, რომელიც ვეღარაფერს ვეღარ შემოგთავაზებს, ვერც ინოვაციების, ვერც სახელმწიფო დახმარების, ვერც განვითარების, ან ვერც პროგრესული ცხოვრების წესის თვალსაზრისით, ხო? ჩვენ რეალურად
ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი განათლების სფერო, ჩვენი ჯანდაცვა, ზოგადად ჩვენი მეცნიერება საზრდოს მაგალითს და ასე ვთქვათ, სიახლეებს იღებს ძირითადად ევროპისგან. ამიტომ ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს ამ სივრციდან დაშორებისკენ, არის პირდაპირ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და სამწუხაროდ ჯერ კიდევ კარგად არ აგვაქვს გაცნობიერებული ის დიდი ზიანი, რომელიც მოაქვს რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით შიგნით ჩვენს ქვეყანაში რეჟიმის შენარჩუნების მცდელობას. და ბოლო კითხვა მინდა დაგესვა, ჩვენ ნახეთ აი ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, ხო, რომელიც აგვისტოს ომის საკითხებს იძიებს თურმე და რაც ერთ თვეში მოახერხეს ამ ყველაფრის გამოძიება. მე დრო არ დავუთმეთ ამისათვის. მაგრამ აუცილებლად წინასწარ განსაზღვრული იყო ბოდიში ოკუპანტებს და საქართველოს დადანაშაულება, წინა ხელისუფლების დადანაშაულება. ეხლა ამ კომისიას სხვა ნაწილებიც აქვს, ხო, აქ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებენ სავარაუდოდ და ცალკეული პოლიტიკოსებისათვის საქმიანობის აკრძალვას ასევე. ეს ახალი თემა იქნება ჩვენ ლეგალურ სისტემაში, მაგრამ ეს მაინც შიდა პოლიტიკური საკითხებია, ნახე ამას მოუვლით. რამდენად არის გრძელვადიანი ზიანი ის რაც ხდება ომთან დაკავშირებით, აი როცა არსებული მმართველი რეჟიმი ადანაშაულებს საქართველოს სახელმწიფოს, რამდენად გაგვირთულებს აი ეს რიტორიკა ახლა რაც არის აი ამათი მოშორების მერეც საქმეს. ნუ ზოგადად არსებულ მოქმედ დიპლომატებისთვისაც ძალიან რთული უნდა იყოს ეს, უბრალოდ ახლა აცდენილი პროცესები არის საქართველოსთვის საქართველო არ არის აქტუალური არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში, არც ეუთოში, არც გაეროში, გენასამბლეაზე თუ უშიშროების საბჭოს ხდომებზე. სხვა დღის წესრიგი არის აქტუალური და ამიტომ ვერ გვგრძნობთ ამის სიმწვავეს ასევე საერთაშორისო სასამართლოებში ან დამთავრებულია საქმეების განხილვა, ან სადაც შეგვეძლო და გამოგვეყენებინა უკრაინის მომენტუმი და შეგვეძლო ახალი საქმეების ინიცირება ამ ქართული ოცნების არჩეული სტრატეგიის თუ ტაქტიკის გამო პასიურობთ და არ ვცდილობთ, ანუ ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია ვისაუბროთ გაშვებულ შესაძლებლობებზე და შესაძლებლობების ალტერნატივაზე, რომელიც ცალსახად გავუშვით დიპლომატიურ ველზე და ფრონტზე და მომავალში როცა გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის აზიანო გადაწყვეტილებები გავაუქმოთ, კანონები გაუქმდეს და საქართველოს დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებისადმი და საკუთარი ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულების ტრაექტორიას, დიპლომატებს ექნებათ სამუშაო იმისთვის, რომ დაუბრუნდეთ იმ ნარატივს და სამართლებრივ აღქმას იმ პროცესებისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა. მე მაინც მგონია, რომ ეს ძალიან რთული არ იქნება, იმიტომ რომ დღეს რასაც ქართული ოცნების მთავრობა და მისი კომისია საქართველოზე ამბობს, ამისი არ სჯერა არავის, არც ერთ ევროპულ ქვეყანას, არც ერთ ჩვენს მეგობარს და დარწმუნებული ვარ, არც ICJ-ის და არც ECHR-ის მოსამართლეებისთვის არ იქნება ეს კომპრომატად გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის დანაშაულებრივი, როდესაც შიდა გამოძიება ასკვნის, რომ სახელმწიფო, რომელიც იყო მსხვერპლი, რაღაცნაირად არის მიზეზი ომის გაჩაღების. მადლობა ძალიან დიდი.